კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირების პროექტი გრძელდება. სერტიფიცირება უკვე ათეულობით ანსამბლმა გაიარა როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სერტიფიცირების პროექტში მონაწილეობას ანსამბლი გულანის გეკვავს. გუნდის 3 წლის წინ გიორგი ნატრაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა. გულანის წევრები ფიქრობენ, რომ სერტიფიცირება მათი ანსამბლის პოპულარიზაციასა და უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს. სერტიფიცირებული ანსამბლების კულტურის სამინისტროს მხრიდან დამატებითი პრივილეგიებით ისარგებლებენ. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები 15 ივლისამდე უნდა წარმოადგინონ. თქმა უნდა, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობა სერტიფიცირებაში. ეს ძალიან კარგია ანსამბლისათვის, უფრო წარმოჩნდება ჩვენი ანსამბლი გულანი და იმედია, რომ უფრო მეტი შრომით და მეტი გეგმებით წარმოაჩენთ ქართულ ხალხურ ფოლკლორს და ეს ჩვენთვის უკეთესი არის. ძალიან კარგი. სერტიფიცირებაში მონაწილეობის მსურველების განაცხადების მიღება დაწყებულია. განაცხადები მიიღება როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ასევე რაიონის ადგილობრივ გამგეობებში. განაცხადების მიღება გრძელდება 15 ივლისამდე და მინდა აღნიშნო, რომ ეს სერტიფიცირებაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. პილონის